Ну, ყველაფერი ერთად არის, მოდით ესე ვთქვათ. ხო, ეხლა თქვენ რას დაასახელეთ, მეტნაკლები პროპორციით ყველა ეს ამოცანა დგას, ხო? ეხლა ქართული ოცნების სტრატეგია გასაგებია, ხო? აი მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური კრიზისი, მოდით ესე ვთქვათ. ეს არის ერთგვარი ორჭიდი, ხო? ორჭიდი, ანუ ორი მიმართულებით მიდის ეს პოლიტიკური ბრძოლა. ერთი ეს არის ფიზიკური, ანუ ძალისმიერი, ძალის დემონსტრირება ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან და მეორე ესე რომ ვთქვათ სახეობა ამ პოლიტიკური სპორტის ეს არის უფრო მორალის იმაში პრიზმა რა ქვია საქმე ხო? ეხა ანუ ძალის მხრივ ძალის დემონსტრირების მხრივ ხელისუფლება იგებს მოდით ესე ვთქვათ ჯერჯერობით ჩაგრავს რა პირდაპირ ვთქვათ საზოგადოებას ოპოზიციას ну, ყოველ შემთხვევაში ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მუდმივად ეს იძალადოს და ვერაფერს სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ადეკვატური ალტერნატიული ძალის ფორმირებას საზოგადოება, რომ ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს. რაც შეეხება მორალური მიმართულებით, იქ პირიქით გვაქვს სიტუაცია, ხელისუფლება მორალურად არის ფაქტობრივად გაკოტრებული, ну, კი პროპაგანდით რაღაცას ცდილობს, მაგრამ ცუდად აქვს საქმე ამ მიმართულებით, ანუ ეს ორჭიდი აი დავუშვათ ფეხბურთი და კალათბურთი, ხო, ფეხბურთში იგებენ ქოცები და იმაში რა ქვია, კალათბურთში იგებს საზოგადოება. ხო, ეხლა ორივე მხარე სჭირდება, ანუ ორჭიდი რომ მოიგო, ანუ ეს სტაგნაცია პოლიტიკური პროცესის აქედან გამოსავალი რომ იბოთ, ხო, ან ერთმა, ან მეორემ ორივე სახეობაში უნდა გაიმარჯვოს რა. ხო და ორივე რაღაცას ცდილობს ეხლა რაც შეეხება სამწუხაროდ ოპოზიცია ჯერ ვერ ახერხებს ალტერნატული ძალის ესე რომ ვთქვათ ადეკვატური ძალის ფორმირებას ეს ცალკე პრობლემაა და ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია რომ ხელისუფლებას რომელიც მხოლოდ ძალას აღიარებს ხო ესე რომ ვთქვათ შესაბამისად უფრო მეტი ძალა დაუპირისპიროს და ხოლო ქართული ოცნება ცდილობს ეხლა რომ აი ეს მორალური უპირატესობა, რაზეც მუდმივად აპელირებდნენ აი ეს სისხლიანი 9 წელი და რაღაცა და რაც დაკარგეს ხო ბოლო პერიოდში, რაღაცნაირად ეს რეტროსპექტივა მოახდინონ წარსულის, გაახსენონ და თქვან რომ შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ მხოლოდ პროპაგანდისტულად ეს უკვე აღარ არის საკმარისი ხო, იმიტომ რომ მობეზდა ყველას ამ პროპაგანდას არავინ არ უსმენს და ეხლა შესაბამისად უნდათ რომ საზოგადოებას რაღაცა ესეთი ვითომ ესე რომ ვთქვათ სამართლებრივი პროცესის იმიტაცია შექმნან საზოგადოებას გაახსენონ ვითომ რაღაცა ანუ ხელისუფლება იმას კი არ ცდილობს რომ თვითონ მორალურ პედესტალზე ამაღლდეს ხო ხდება რომ ამის შანსი არ აქვს მით უმეტეს მოლოდინები აქვს ძალიან ცუდი ამერიკიდან და ევროპიდან არამედ ცდილობს რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტები ჩამოიყვანოს იმ პლინტუს ქვემოთ, სადაც მორალურად მისი ადგილია. თქვას რომ მე კი ბატონო ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ აი ესენი ჩემზე უარესები არიან, ხო? და ამას აკეთებს აი ესეთი თეატრალიზებული ფორმით. გარდა ამისა, აქ ჩემის აზრით არის გარკვეულწილად სხვა განზომილებებიც არის, აი თქვენ რამდენიმე მიზეზს დაასახელეთ, ხო? რა თქმა უნდა, აქ ფსიქოლოგიური ტერორიც, ну, ცდელობა ყოველ შემთხვევაში არის. პატიმრობის შიში. რა თქმა უნდა, არის რუსეთისთვის გარკვეულწილად კოჭების გაგორება, იმიტომ რომ რუსებისთვის ეს მალამოსავით არის, როდესაც იკვლევენ ამ ომის ამბებს და რომ სააკაშვილმა როგორ დაიწყო ომი და ასე შემდეგ და რიტორიკაში პირდაპირ ჩანდა, ხო, ეხლა კითხვები იყო პირდაპირ კრემლში დაწერილი. წულუკიანი და ეს სუბარი და ესე რაღაც ეკითხებოდნენ, ხო? პირდაპირ კრემლში დაწერილ კითხვებს უსვავდნენ რა. ხო? ამით ვიღაცას აამებდნენ, მე ჩაუწერენ, გადაუთარგმნიან და გაუგზავნიან. ხო? თუმცა ამბობენ ლავროვმა ცოტა ქართული იცის, რომ შეიძლება თარგმანი არც დაჭირდეს რა. ხო და აი ესეთი ამოცანებია. ეხა თავად პოლიტიკოსების მხრიდან, ბატონგია, მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან დაბარებულები, ვთქვათ, ზოგი შეიძლება პოლიტიკიდან წასულია, წინა ხელისუფლებაში იყო, მაგრამ აი, როგორი უნდა იყოს მიდგომა? ნახეთ, თან აქ ასევე რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობენ, მათ შორის პარლამენტის ლეგიტიმაციის
აღიარებას იქ მისვლით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. ანუ როგორი უნდა იყოს მათი პოლიტიკა, როცა კომისიაში იბარებენ? ანუ, იმიტომ რომ დღეს ამას მოხვა განხილვა, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც 2018 წელს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის, არ ვიცი, ეს ვთქვათ, ავანგარდში იყვნენ და არიქა რუსი კანდიდატი ზურაბიშვილი უნდა დაამარცხოს პროევროპელმა ვაშაძემ, მათი მხრიდან მოხდა ძალიან სერიოზული კრიტიკა, რომ იქ ვინც მივა ის ივანიშვილის მოკავშირეა. ნუ რა არის იცით, მე აი ეს ხისტად არ ვილაპარაკებდი, ხო? ეხა ვიტო ტაქტიკა ორივე შეიძლება იყოს. მთავარია რომ არ აქციო პოლიტიკა რაღაც ემოციების სფეროთ და იმათ რომ რაღაც პოზაში დადგომის სფეროთ, ხო? ეხა შეიძლება მიხვიდე და სწორად მოიქცე და ამით მოიგო, შეიძლება არ მიხვიდე და სწორად გააგრძელო და ამით მოიგო. პოლიტიკა არ არის ერთსულიანი კომბინაციები რა, რომ დავждდე და ეხა მოდი ბიჭო იქ იმასთან თანამშრომლო რაღაც ტექსტი თქვა და ამით დაამთავრო. შეუძლია გესმოდეს რომ ეს არის ჭადრაკი, ხო? ბევრი სვლა უნდა გათვალო. შენ რაღაც ნაბიჯს დგა, უნდა იცოდე რომ შენი ოპონენტი მე რაღაც ნაბიჯს გადადგავ. შენ მე იმის პასუხზე ნაფიქრალი უნდა კონდეს. მე შემდეგი და ეს ანუ 5-6 სვლა მაინც უნდა კონდეს დათვლილი. მე ეჭვი მაქვს რომ ეს არ ხდება საქართველოში. უბრალოდ რაღაცას გამოაცხადებენ, ისე რომ შედეგებზე არ იმაშა, მე შედეგები არიან მზად და მე იწყებ ფეხების ბაკული რა და ისტერიკა რა. მისვლა შეიძლებოდა, აი მაგალითისთვის გეტყვით როგორ შეიძლებოდა მისვლა. მიდიხარ, სიტყვას გაძლევენ, ამბობ ტექსტს რომ შენ არ ცნობ ამ პარლამენტს, არც მის კომისიას, არაფერს არ ცნობ, ხო? რომ ეს არის სპექტაკლი, აი რასაც ამბობენ ახლა ტელეეკრანებთან. ამის თქმა შეეძლოთ იქ ტრიბუნიდან, ხო? მithumeда პირდაპირ ეთერში გადაეცემა რა. ანუ ობსტრუქცია ესე რომ ვთქვა, პოლიტიკური მტრის ბანაკში ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი. თქვენ გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ სანა პარლამენტი არ იყო შემდგარი, მანამდე აი პირველი სხდომა რომ დანიშნეს და კეჭი რომ უნდა ეყარათ პარლამენტის უფლებამოსილება რომ უნდა ეცნო. კი ბატონო, მახსოვს ამბობდით რომ უნდა შესულიყვნენ. არ შევიდნენ და არ შეეცადნენ შიგნით სხდომის ჩაშლას რა. და მათ ეხა ყველაზე მეტად საზოგადოების თვალში რეაბილიტაცია არ ჭირდება ოპოზიციას, ხო ჭირდება. და ფრონტის წინა ხაზზე ისინი უნდა ნახოს საზოგადოებამ რომ პატივისცემა და ნდობა გაუჩნდეთ ან დაუბრუნდეთ მათ მიმართ, ხო? იგივე მე მათ თქვენ ფიქრობთ რომ ამ კომისიის სხდომა იქ თუ არ მივიდნენ, ეხლა ამ სხდომაზე მისვლით რაღაც პატივისცემას გააჩენდნენ საზოგადოების, რაღაცნაირად ეს პარლამენტის კომისიის აღიარება, ლეგიტიმაცია. თქვენ გახსოვთ სალომე ზურაბიშვილმა რითი მოიპოვა აი ეს ავტორიტეტი საზოგადოებაში. აი მარტო რომ შევიდა ეს რა ქვია ობობების თუ რა ქვია იმ ტარანტულების იმაში ბუდეში, ხო? პარლამენტში სულ მარტო რომ მივიდა, გახსოვთ? ხო, ბიჭო, ესეა შენ, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, არალეგიტიმური პარლამენტია, იცი რომ სპექტაკლია, იცი ბევრი რამე გაქვს საქმე. მაშინ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, ბატონგია. მანდატებიც არ უნდა დაეჭირა. შეხვიდე, ვაშკაცურად თქვა რაც გაქვს სათქმელი და გამოხვიდე კითხვებზე უპასუხებად კი არ ვამბობ, კაცო, არ არის კითხვებზე არ უპასუხო. მივიდე, კონსტრუქცია და გამოვიდე რა. ეს იწევს ადამიანებში პატივისცემას საქართველოში ცხოვრობ და ამის მეტი რა მინახავს ეს საკამათო არ უნდა იყოს შემისაზღვრე. ობსტრუქციათ ანუ მისულიყო რაღაც აერია და ეს გამოიწვევდა პატივისცემას. ეხლა ბიჭო, ჩვენ რო ეხლა ვლაპარაკობთ ეთერში, აი შორიდან რო განცხადებას გამოაცხადებ შორიდან და იქიდან აქედან რო უქნევთ იც, ეს არის ერთი განზომილება. რაც რა თქმა უნდა ეხლა მე ამის საწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს, სწორი განცხადებები გააკეთეს. მაგრამ იქ მისულის მხრიდან იგივე განცხადებების გაკეთება და იმათთვის იქით შეტრიალება ბრალდებების იმ ხალხისთვის, ვინც ვითომ კომისიაში ზის, ხო? ზოგი კრემლის ნასეთკა და ზოგი კიდე ვინჯანდაბა ღმერთმა უცხის, ხო? ხო და იმ ხალხისთვის პირისპირ ვაშკაცურად, ხო? თქვენ რა გონიათ ეს საზოგადოება ამას არ მიიღებს. ეს გახდებოდა მთავარი ნიუსი რა. და ჩვენთან ხო საინფორმაციო სივრცეში იქმნება ძირითადად ფორმირება ხდება ახლა დღის წესრიგი ამ კომისიით ოცნების ხელშია, ასე უყურებთ თქვენ პროცესს.
არ უყურებ ეს არის არ არის რა თქმა უნდა ეხა მოცემულობა ესეთია რომ ეს არავინ არ გააკეთა კი ბატონო გავიგი ხო მე რამდენად გაუშვეს საწეული საპოზიტო ეხა მთავარია რომ არავინ არ მივიდეს ეს არის მთავარი ეხა დავითაია და ნოღაიდელი რომელსაც რაღაცა ესე რო თქვა გაუგებარი რაღაცები ალაპარაკეს ხო ვითომ ამათაც ასე ამოვნა ვითომ იქ არც შამპური და აი ესეთი არარაობებისგან იყო მაშინაც ყველაფერი უბედურება და დღესაც ესეა რა ჯერ თავისი პოლიტიკაში მომყვანი სავარძელში რო ჩახდა მაშინ როდესაც იმ ადამიანის გარდაცვალება ესე რო თქვა იყო ბუნდოვანებით მოცული ხო ამის შემდეგ ეგეთ ადამიანს საერთოდ როგორ უნდა ელაპარაკოთ რა ვიზე საუბრობ ნოღაიდელზე ნოღაიდელზე ვამბობ ზურაბ ჟვანია სავარძელში ჩახდა ისე რომ ზურას ამბავზე კიდე კითხვის ნიშნები იყო იმ წუთას და ზურა იყო ადამიანი რომელმაც ეს გაუგებარი კაცი პოლიტიკაში მოიყვანა რა ნოღაიდელი არ ყოფილა ერთადერთი ვინ ჟვანიას გუნდის წევრი იყო და იყო ხელისუფლებაში და ასიკო მაღლაფერიძეზე და ამ საერთოდ გაუგებრობების სხვაებიც ისევ ახლაც არიან ნაციონალურ მოძრაობაში ბატონ გია ზოგადად პროცესს როგორ უყურებთ მე სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გავუშვი რომელიც ამბობს რომ რაღაც დადგება დრო მედიაციის რომ ევროპელი ლიდერები ევროპა დაიწყებს მაღალ დონეზე შუამავლობას ეს აიძულებს მართლ პარტიას გააკეთოს არჩევანი. ეს არ არის მაინც და მაინც წინდახედული განცხადება რა. მე მაგალითად ეს განცხადება არ მომწონს. აგიხსნით რა თქმა უნდა ბიჭო. რაღაცა ერთ სიფტყეში ხო უნდა იყოს ხელისუფლება თამაშობს კიდევ ერთხელ ფეხბურთს. ოპოზიცია აქეთ ყველა თამაშობს კალათბურთს, მათ შორის ევროპელების თამაშობენ კალათბურთს. ეხლა კალათბურთელი ევროპელები რაზე ელაპარაკონ ფეხბურთელი იმას რა ქვია ქართულ ოცნებას რა. მოდების წერტილი არ არის ლეგიტიმურობა არ უცნია იმ ევროპას და აი რაზე შეგონება მოქმედებს ქართულზე არაფერი მათ ისინი აღიარებენ მხოლოდ ძალას მხოლოდ ძალით გადატეხვით მიდიან ისინი არ არიან არანაირი დიალოგისთვის მზად ისინი მუშაობენ მონოლოგის რეჟიმში ესე რომ ვთქვათ მართავენ ქვეყანას და თავის ჭიას ახარებენ რა ის მოლაპარაკება ეს არის სიტუაცია საქართველოში, როდესაც მშვიდობისთვის და მოლაპარაკებების იძულება უნდა მოხდეს. მხოლოდ იძულებით მეთოდები მოქმედებს. ანუ არც ერთ ევროპელ ლიდერს ამ ტიპის მედიაციაში ოცნება არ ჩართავს, არ მიიღებს თუ ქვეყნის შიგნით საზოგადოება არ იქნა უფრო მოტივირებული რომ აიძულოს მას ამ ტიპის დიალოგში ჩართულობა. აღიარებს მხოლოდ ძალა, შეგონება, მოლაპარაკება, ლოგიკა. ეს ძალა სად არის? თქვენ ხედავთ დინამიკაში ძალას ინფორმით ისე რომ ოცნებას აი არჩევნებს ხედავთ თქვათ ჰორიზონტზე. ძალა არის მე ამაზეც ვისაუბრია ჩვენ ხო და მე ისე ვიქვარ როგორც იტყვიან უფრო დიდი ძალის ფორმირება შესაძლებელია ორი საშინაო და საგარეო ფაქტორის კომბინაციით რამაც უნდა შექმნას ერთგვარი სინერგია ხო პირველი საჭიროა რომ აი მოხდეს კაპიტალიზაცია თავმოყრა აი ამ უზარმაზარი პროტესტის რაც ქვეყანაშია და რაც დაგსაქსულია მოდით ესე ვთქვათ ხო ჩვენ ნახეთ უამრავი სოციალური თუ პროფესიული ჯგუფის მარში ხო უზარმაზარი ენერგია უბრალოდ ამ ენერგიის თავმოყრა სჭირდება პოლიტიკური გონი ანუ ნებისმიერ არმიას სჭირდება სარდლობა ხო ერთ მთავარ სარდალზე არ ვამბობ მარტო ხო ვამბობ სარდლობა სჭირდება რომ ეს არმია რაღაც წესრიგში მოიყვანოს, მოახდინოს სტრუქტურირება და ომი მოიგოს. გინახავთ თქვენ არმია სარდლის გარეშე რომ რა მოიგოს არ არსებობს, ხო? ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ თავის თავზე და ეს ხალხი არ და ვერ იღებენ ამ ფუნქციას. მათ აქვთ პრეტენზია რომ იყვნენ მძღოლები, ამბობენ რომ ჩვენ ვართ მშვენიერი მძღოლები, აი ამ სახელმწიფო მანქანას ვატარებთ ჩვენივად, მაგრამ საჭესთან კი არ უნდა დაჯდომა ამ ეტაპზე. უკანა სავარძელზე ზიან და ელოდებიან ეს მანქანა თავისი დაწერტილიდან ბეწერტილში როგორ მივა, როგორ გადმოხდებია მე უკანა სავარძლიდან და ითქვიან აი ხომაგრად მართე მანქანა. კი ბატონო. რაღაც ესეთი დაბეჭდილება მეუბნება რა და
ბიჭო, რეალურად მათ უნდა მოახერხონ ამ პროცესში ინტეგრაცია, ავტორიტეტის აღდგენა. აი ეს ახლა რა ეპიზოდიც მოგიყვანეთ, ხო, რომ აი რომელიმე მათგანი მისულიყო დაეხურებინა ამ კომისიისთვის თავზე, არც ერთ კითხვაზე არ ეპასუხა, დემონსტრაციულად გამოსული რა. კი ბატონო. ბიჭო, ესეთი ელემენტებისგან შედგება ავტორიტეტის დაბრუნება, პატივისცემის დაბრუნება. აბა შენ რო მარტო კამერებთან და ტელევიზიებით გინდა ფეხების ბაკუნი, ეგრე არ გამოვა, ამას მე და თქვენს მშვენივრად ვაკეთებთ რა. ტელეკომენტატორებად არ უნდა იქცენ პოლიტიკოსები. ისინი უნდა მოქმედებდნენ და როცა საჭიროა ფრონტის წინა ხაზზე, ხო, წელგამართულები და თავაწეულები უნდა იდგნენ. აი ეს გვჭირდება. კი ბატონო, მე მაინც ვფიქრობ თუ მიხვალ მაშინ უნდა უპასუხო თუ არა არ მიხვიდე, არ ვიცი თქვენი ვერსია უფრო ის არის რაღაცნაირად. კონფრონტაცია სახეზე გვაქვს. და ამ კონფრონტაციის ვიზუალიზაცია გვჭირდება რა, მეტი არაფერი არ გვჭირდება. კი ბატონო, მადლობა ბატონო. დეტალებში არ მინდა შესვლა რა. მადლობა. ეს ტექნოლოგიებია ყველაფერი, კაცო, მე ჰაერიდან კი არ მომაქვს რა. კი ბატონო. მადლობა გია ხუხაშვილს, რომელიც ჩვენს